ახლა მინდა დააკვირდეთ, ეს არის 1 კილოგრამი ოქროს ფასი $108,000-მდე დაახლოებით და არ მინდა გამოგჩეს ისტორიული ფაქტი და მოვლენა. და ეს არის 1 ბიტკოინის ფასი უკვე თითქმის $118,000-ზეა და ბევრი ექსპერტი ამბობდა, რომ 1 ბიტკოინის ფასი ვერ გადაასწრებდა 1 კილოგრამი ოქროს ფასს, მაგრამ რაც ხდება თქვენს კარგად ხედავთ. მაგრამ ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ბიტკოინზე მოთხოვნამ გადააჭარბა ოქროზე მოთხოვნას და ადამიანები უკვე ბიტკოინს უფრო ენდობიან. ეს ხდება იმიტომ, რომ დღეს ჩვენ სამყაროში მოპოვებული გვაქვს ჯამში 254,000 ტონა ოქრო, ხოლო იმ მომენტში, როდესაც ბიტკოინი იდეა შეიქმნა და გაიშვა ეს პროექტი, მაშინ იყო 165,000 ტონა ოქრო მოპოვებული და დაახლოებით ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის 1.8 ჯერ გაიზარდა ოქროს მოცულობა და ბიტკოინის იყო თავიდანვე 21 მილიონი ჩაფიქრებული, უნდა ყოფილიყო ერთეული და დღესაც იგივეა და ეს არ შეიცვლება. და სწორედ ამიტომ არის, რომ ბიტკოინის ზრდის ტემპი მომავალშიც აჯობებს ოქროს ზრდის ტემპს. რადგან ოქროს მოპოვებელი კომპანიები ყოველწლიურად მინიმუმ 1%-ით ზრდიან ოქროს მოცულობას ბაზარზე და ჩვენ ვიცით, რომ კიდევ 55,000 ტონა ოქრო არის გამოსაშვები ბაზარზე. არ ვიცით კიდე რამხელა მარაგებს აღმოაჩენენ, ასევე შესაძლოა ლაბორატორიულად რაღაც ოქრო მიიღონ, როგორც ბრილიანტის შემთხვევაში მოხდა და შემდეგ ბრილიანტის ფას რაც მოვიდა ამ წლების განმავლობაში თავიდან ელოდნენ, რომ ბრილიანტი იქნებოდა ყოველთვის ძალიან ძვირად ღირებული და მისი ფასი ძალიან გაიზრდებოდა, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, საპირისპირო იყო ყველაფერი, ხოლო ბიტკოინის შემთხვევაში ბიტკოინი იქნება მხოლოდ 21 მილიონი და ეს არ შეიცვლება, ამიტომაც ღირს ჩვენი დანაზოგების შენახვა ბიტკოინში და არა ამ ძვირფას ბრჭყვიალა რაღაცეებში, რასაც მართავენ რაღაც კომპანიები და იმდენ შემოგვიგდებენ, რამდენიც მათ დაჭირდებათ და მათი გამდიდრებისთვის იქნება საჭირო. აბა წარმატებები ყველას.